მოგესალმებით, გამარჯობათ, ახალი წელი არ არის ესე შორს და რაღაც უკვე ტრადიციაში შემოვიდა ეს ხალადეცის მოყვარული ხალხი და უკვე რაღაც სუფრაზე ხალადეცი აუცილებლად უნდა იყოს, ვისაც უყვარს, რა თქმა უნდა. ხშირ შემთხვევაში ხალადეცს აკეთებენ თავისგან და ფეხებისგან. მე მომწონს ძალიან, მაგრამ ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ცოტა ზიზღი. და ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ გავაკეთოთ ხალადეცი ღორის ხორცისგან გავაკეთოთ ხალადეცი და თქვენ გექნებათ შესაძლებლობა რომ დაგვირეკოთ აი ესეთ პორციაში დაახლოებით 700 გრამი გამოდის ხალადეცი შარშან სხვადასხვა ძალიან ბევრმა მოითხოვა და ჩვენ დავამზადეთ და მოგაწოდეთ წელსაც აუცილებლად გავაკეთებ და მინდა გასწავლოთ განახოთ უბრალოდ თუ არ გექნებათ სურვილი სახში მომზადოთ დაგეზარებათ ან რაღაცა შეძლებთ შევკვეთოთ ჩვენთან თუ არა და მომზადეთ შეკვეთ. მოხაშოთ კარგად ღორის ხორცს დაშლამდე, აი ესე ტექსტურამდე მიიყვანთ, აი ამ ხორცს, აი ეს რომ იშლებოდეს, კარგად ჩაშლილი უნდა იყოს, კარგად აუცილებლად აი ესე. ოკეი? ძალიან კაი. ავიღებთ ნიახურს. ამ ნიახურს ცოტას დავასველებ ნახარში. მოდით ცოტა ახლოს მოვდგავ. მიყვარს ძალიან, როცა გალამაზებულია, დედაჩემი ესე ამზადებდა ხოლმე, ამიტომ მიყვარს ეს მოდი ვთქვათ მორთული საახალწლო კერძები. ამას ესე ჩავალაგებ ლამაზად. ნიახურის ფათაშორის უხდება ღორის ხორცს, უხდება ხალადეცს, ანუ შეციებულ ღორის ხორცს, ვისაც სურვილი გაქვთ, ჩვენ შეგვიძლია მოვამზადოთ ქათმის ან საქონლის. იმიტომ რომ ბევრ ადამიანს არ უყვარს უბრალოდ ღორის ხორცი, ან არ შეიძლება ცხიმისგან გამომდინარე და ჩვენ შეგვიძლია დაგიმზადოთ, შეკვეთით, რა თქმა უნდა, საქონლის ხორცისგან ან ფრინველისგან ხალადეცი. კიდე ერთი პატარა ნაჭერი მაკლი, მოდი აქედან მოვიპარავ, არ არის პრობლემა, აი აქ დავამატებ ამაში. ჩავხარშე სტაფილო. ამ სტაფილოსაც ახლა ლამაზად დავჭრი. და ამ სტაფილოთი მოვთავ ძირს. აქ ცოტა მაქვს ჩასხმული ახლა უკვე ეს ნახარში, რომელშიც უკვე ჟელატინია ბუნებრივად დამზადებული, გამოსული ამ ხავშისგან. თუ ფრინველისგან აკეთებთ ნაკლები ჟელატინი აქვს და შეგიძლიათ ფირფიტა ჟელატინი დაამატოთ. აუცილებლად მოხარშვისას უნდა ვიხმაროთ ნიორი, ხახვი, ოხრახუში, სტაფილო და ბახარის წიწაკა, ანუ დუშისტი პერიცას რო ვეძახით ხოლმე ლეხურად ჩვენ საბჭოთა ენაზე. და აი ესე ლამაზად სტაფილო, ასევე შეგიძლიათ მოხარშული კვერცხიც გავუკეთოთ, მწყერის კვერცხი უხდება, ლამაზი არის და მოსათავათაც უფრო სასიამოვნო არის. ნუ მე ვცდილობ რომ კვერცხი არ უქნა. ეხლა მე ძირში მაქვს დასხმული აქ ძალიან თხელი ფენა და მე ამას მოვათავსებ მაცივარში, სადღაც 20 წუთში ეს შედედდება და დაიკავებს თავის ტექსტურას, რომ ამან არ იყვინთაოს. ოკეი, აი ესე გავაკეთებ, ამას გავანაწილებ ლამაზად, რომ მოდი ჩაახედე აქ კამერას ჩაახედე რა ხდება აქ. ესე აი ესეთი ვარიანტი გვაქვს. ამას შევდგავ მაცივარში. მე დრო რო არ დავკარგოთ და ერთობლივი იყოს. ეხლა ამ ხორცს აი ესე დავძენძავ, მოდი ასე ვთქვათ. დაფრის ფოთოლი აუცილებელი არის არომატისთვის და ამ ხორცს გადავანაწილებ აი ესეთ ვარიანტში. კარგად გემრიელად. ნაკლებობა რომ არ განიცადოს. ოკეი, ჩემის აზრით ხორცი ცოტა არის და მხოლოდ 4 პორციას გავაკეთებ. ესე ლამაზად. და მე უკვე ამას გავშლი. აქ დაახლოებით 200 გრამი ხორცი არის, თითო 250 გრამი სუფთა ხორცი არის, თითო ფასში. და მე უკვე რომ შედეძდება ეს, ამას დავასხავ ცოტა აი ეს ნახარს ბულიონს, რომ არ მიყვარს რომ ეს ყვინთავობს.
მიყვარს რომ ფენა არის. შევდგავ, შევაციებ მაცივარში და მე დანარჩენ უკვე ამ ნახარს დავაცხავ უკვე რომ შედედდება. დავაცხავ კიდევ ერთხელ უკვე შედედებულ მასაზე და დავასვენებ მაცივარში. აუცილებლად ძალიან მიყვარს ამაზე შავი პირპილი. შავი პირპილი მიყვარს, უხდება შავი პირპილი. ცოტა სიცხარე შვება და არომატს აძლევს განსაკუთრებულს, განსხვავებულს. ბახარის ციცაკას არ აქვს სიმწარე. და მე ახლა ამას მოვათავსებ ლანგარზე. შევდგავ მაცივარში, სადღაც 9 საათი 40 წუთი და მე ეს დანარჩენი ნახარში ბულიონი რაც ამაქვს დავაცხავ ზემოდან და გახდება ესეთი ფენა ლამაზი ხალადეც. მადლობა დიდი.